საქართველოში პირველი ტრანსკონტინენტური ტელერობოტული ოპერაცია ჩინეთიდან 6000 კილომეტრის დაშორებით ჩატარდა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა კავკასიის რეგიონში პირველი და გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთული ტელერობოტული ოპერაცია შეასრულა. არ ვიცი, შესაძლოა შეგხვდათ კიდეც ინტერნეტში თუ სოციალურ ქსელებში ამბავი, რომელიც ახლა ჩემი ტექსტის პარალელურად მიდის ეთერში, თუ როგორ დაიწერა ისტორია ნახევარი დედამიწის დისტანციიდან ონკოქირურგმა ემზარ ნადირაძემ, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა 6000 კილომეტრის მოშორებიდან თბილისის საოპერაციო ბლოკში მყოფ პაციენტს კოლორექტალური ქირურგიის ურთულესი პროცედურა ულტრადაბალი წინარეზექცია ჩაუტარა. ოპერაციამ 8 საათნახევარს გასტანა. ოპერაციის ხანგრძლივობა განაპირობა მისმა სირთულემ და პაციენტის ანატომიურმა აგებულებამ და არა ოპერატორის პაციენტისგან 1000 კილომეტრის სიშორემ. მთელი ამ დროის განმავლობაში ქართველი ქირურგი უჰანიდან სრული კონცენტრაციით უწყვეტად მართავდა თბილისში მყოფ რობოტს და ასეთი ხანგრძლივობისა და კლინიკური კრიტიკულობის ოპერაცია დისტანციურ ფორმატში მსოფლიო მედიცინის ისტორიაშიც კი თითზე ჩამოსათვლელია. საერთაშორისო პრაქტიკაში სხვადასხვა ქვეყნებს შორის ჩატარებული ტელეოპერაციები ძირითადად მაინც ხანმოკლე მარტივი მანიპულაციებით შემოიფარგლება და მარდალეიშვილის კლინიკის შემთხვევამ კი აჩვენა, რომ ქირურგის მაღალი კვალიფიკაციით შესაძლებელია ყველაზე ხანგრძლივი და ანატომიურად ურთულესი სიმსივნეების დისტანციურად მკურნალობაც. ცხადია, ეს ყველაფერი არ ჩაივლიდა უფრო დეტალური განხილვის გარეშე, ამიტომაც მადლობა მინდა გადავუხადო სტუდიაში მობრძანებისთვის ბატონ გიორგი ლოლაძეს, ბატონ გიორგი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის დირექტორია და ჩვენთან ერთად არის თავად ქირურგიც ბატონი ემზარ ნადირაძე, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დილამშვიდობისა. მადლობა მოპატიჟებისთვის. დავიწყოთ ესეთი თემით იდეაში BMG-ში მეცკრიპტუმის და ჯანდაცვის სტანდარტიდან გამომდინარე გავიწრფთვენით მარტივ ენაზე საუბრით ბატონი ამირან გამყრელიძე, კარგი მენტორი ყავს ამისთვის აქ, რომ ვისწავლოთ რაღაც დეტალები და ეს ყველაფერი ვიყოთ, მაგრამ მარტივ ენაზე რო ახსნათ პირველ რიგში, აი რას გულისხმობს რობოტ ასისტირებული ქირურგია და რა შემთხვევაში არის ამ მეთოდის გამოყენება, რა შემთხვევებში ხდება ამ მეთოდის გამოყენება. მოგახსენებთ ეს მოწყობილობა შეიქმნა დაახლოებით 20 წლის წინ. უფრო შეიძლება მეტიც. იდეა მოდიოდა NASA-სგან და პენტაგონისგან, რომ დისტანციურად ბრძოლის ველზე დაჭრილი ჯარისკაცისთვის დროულად მიეწოდებინათ კვალიფიციური ქირურგიული დახმარება, ან თანამგზავრზე ყოფი კოსმონავტებისათვის ხანგრძლივად ყოფნისთვის თუ რაიმე საჭიროება იქნებოდა დედამიწიდან გაეკეთებინათ ოპერაციები. იდეა ეს იყო, თვითონ პროექტი დაფინანსებული იყო ამერიკელების მიერ, NASA-ს და პენტაგონის დაფინანსებული და შეიქმნა რობოტი დაახლოებით 90-იანი წლების ბოლოს. ჯერ ზევსი არსებობდა ესეთი რობოტი, მერე კომპანია ინტუიტივმა შექმნა დავინჩი, ცნობილი რობოტი დავინჩი და ბოლო 2017-18 წლიდან უკვე ჩინეთმაც მხარი აუღა ამ კომპანიას. თვითონ რობოტი რა არის, მარტივად რო ახსნათ, ეს იგივე ლაპარასკოპიული მეთოდი გარეგნულად თითქოს გავს, მუცლის ღრუში თავსდება კამერა და 3-4 ინსტრუმენტი, რომელსაც მართავს ქირურგი საოპერაციოს ერთ-ერთ კუთხეში მდგარი კონსოლიდან. ან თითებზე აქვს ჯოისტიკებივით წამოწმული ქირურგს და მისი ყველა ნატიფი მოძრაობა გადაეცემა მუცლის ღრუში. ეს თვითონაც ციფრული კავშირი აქვს ერთმანეთში კონსოლს და ამ პაციენტის მხარეს, სადაც ეს ინსტრუმენტები იმართება და დაფიქრდნენ და აზრი არ აქვს უკვე გინდ საოპერაციოში ყოფილა, გინდ 6000 კილომეტრის მოშორებით. თუ ინტერნეტი და კავშირის სიჩქარე გვაძლევს ამის საშუალებას, რატომაც არა. პირველი ოპერაცია ეს შესრულდა 2001 წელს დისტანციური ლინდბერგის ოპერაცია ქვიოდა, იმიტომ რომ იყო ასეთი მფრინავი ლინდბერგი, ვინც პირველად ატლანტიკის ოკეანეს გადაუფრინა და ტრანსატლანტიკური შესრულდა ნიუ-იორკიდან სტრასბურგში და ეს მოხდა 2001 წლის 7 სექტემბერს.
სამ დღეში მოხდა ცნობილი 9:11 და ისე დაიკარგა ინფორმაციული მასში ვიღაც აღარავის აღარ ახსოვდა ესა, მაგრამ ერთი ძირეული განსხვავებაა დღევანდელ დღესა და მათ შორის, რომ იმ შემთხვევაში გამოიყენეს გამოყოფილი ოპტიკოვანი ბოჭკო უშუალოდ ორ კლინიკას შორის. კომუნიკაცია ინტერნეტი მაშინ თუ გახსოვთ, იყო დაელაფები არ იყო ეს სიჩქარე ახლოსაც არ იყო. და გაჭიმული იყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი პირდაპირ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გამოიყენეს, რომელიც ტრანსატლანტიკურად იყო და პირდაპირ ორი ჰოსპიტალი დააკავშირეს ერთმანეთს. ანუ ინტერნეტით არ იყო. ხარისხი ნორმალური იყო და კარგი. ეხლა თუმცა უკეთესი გვაქვს უკვე. რა შედარება. უკვე უკეთესია, თვითონ გარდაქმნელებიც ბევრად დაიხვეწა. მოკლედ იდეა ეს არის, რომ ქირურგი დამოუკიდებლად მყოფი უცლის გულში აკეთებს თავის ხელის მოძრაობებს, იმეორებს. ბატონო ზარო, რო გადავიდეთ თვითონ ოპერაციაზე, გილოცავთ პირველ რიგში. დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავს თქვენს და თელ კლინიკას ცხადია. მაინტერესებს პაციენტთან დაკავშირებით ცოტა მეტი რო ვთქვათ, იმიტომ რომ იქ ანატომიაზეც იყო საუბარი, რაჩივილებით მოგვარდათ და ყველა ეს დეტალები. მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის და ამის ესეთი გახმაურებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის კლინიკისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მთელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ეს რეგიონში პირველად ჩატარდა ეს ოპერაცია და იმედი გვაქვს არა პირველად და ბოლოჯერ ეს აქტიურად გაგრძელდება და რეალურად მომავლის ქირურგია ახლოს წლებში ვფიქრობთ, რომ ეს აქტიურად დაინერგება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, უკვე დაინერგილი არის სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ უფრო მეტად გააქტიურდება. რაც შეეხება პაციენტის სირთულე და ოპერაციის ხანგრძლივობა, პაციენტს ჰქონდა სწორი ნაწლავის კიბო, რომელიც იყო სხეული თერაპიის და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი, იმიტომ რომ პაციენტები უმეტესწილად ჩვენთან სამწუხაროდ მოდიან იმ სტადიაში, როდესაც სჭირდებათ ეს თავიდან დაწყება მკურნალობა პაციენტებს. ეს პაციენტები სხეული თერაპიის და ქიმიოთერაპიის შემდგომ და გამომდინარე ჩვენი სხეულის მასიდან ასევე რთული საოპერაციო არის, ანუ თვითონ ქსოვილები რთულად განშრევებადი არის ერთმანეთისგან და პლუს დამატებით ამას იყო ის, რომ პაციენტს ხოდა ძალიან რთული მდებარეობა სიმსივნის და აქ იყო რთული მდებარეობა გაფერებული იყო, რომ შენარჩუნებული იყო ხელოვნური უკანა ტანი. ეს იყო ძალიან ახლოს მდებარეობით, ეს ითვლება ეს ოპერაცია და არის ძალიან ესეთი ტექნიკურად რთულად შესრულებადი, რომ შენარჩუნდეს ხელოვნური უკანა ტანი და ამაში გამით იყო გამპერებდი უკანა ტანი და ამაში არის ამ ოპერაციის მთელი სირთულე. რატო იყო საჭიროება, რომ მთელი ეს ყველაფერი წარმართულიყო უხანიდან, ანუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ტექნიკურადაც ყველაფერი როგორ გაიმართა, მათ შორის გვაინტერესებს რა გითხრათ, ყველა დეტალი, მათ შორის როგორც ბატონმა გიორგიმ გაგვადანთლა ეხა საიდან რა როგორ დაიწყო რობოტულ ქირურგიასთან დაკავშირებით, ისევე გვაინტერესებს რატო უხანიდან ტექნიკურად როგორ გაიმართა ეს ყველაფერი, მოგვიყევით ეს დეტალები. ტექნიკურად ძალიან რთული იყო, ამის გამო ეს არ იყო მარტივი, რომ დღეს დაგვექმნით და ეს ხვალ შევასრულეთ, ეს დაახლოებით 3 თვე მიმდინარეობდა ამაზე მზადება, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის კავშირი, ინტერნეტ კავშირი და ეს უნდა იყოს ძალიან უწყვეტი და მყარი, იმიტომ რომ იქ წამის ესედებზე საუბარი რომ არ იყოს დაგვიანება და აბსოლუტურად როდესაც იმართება და ოპერაცია მიმდინარეობს, მე როგორც ქირურგმა არ უნდა ვიგრძნო განსხვავება პაციენტთან ახლოს ვარ. რეალურ დროში უნდა მუშაობდეთ, ხო? აბსოლუტურად რეალურ დროში. დიახ, ჩემთვის ერთი წამის ტექნიკურად შეიძლება საინტერესო იყოს უკაცრავად ებზარ 200 მილიწამია დასაშვები დაგვიანება. ანუ წამის მეხუთედი. წიას არის ტესტება ბატონ გიორგი. აი მაგას საქმე არ შემიძლია დიდი მადლობა არ უთხრა კომპანიამ აქტიკონს, რომელმაც დაამყარა ეს კავშირი. კავშირი არის ძალიან რთული დასამყარებელი, მით უმეტეს ჩინეთთან. ჩვენ 6000 კილომეტრი გავზომეთ გეოგრაფიული დაშორება უხანთან, მაგრამ რეალურად კავშირი მიდიოდა ფრანკფურტში უდგათ დიდი სერვერი ჩინეთს და ჩვენი კავშირი უზრუნველყო აქტი ფრანკფურტამდე და მე ფრანკფურტიდან თვითონ ჩინელებმა უხანამდე პეკინი უხანი. ესე თუ დავთვლით დაახლოებით 11000 კილომეტრია. უკვე ეს ის მანძილია, სადაც სინათლის სიჩქარესაც უკვე მნიშვნელობა აქვს იმას, ანუ 200 მილიწამი არის დაშვებული დაგვიანება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მუდმივობა ამ 200 მილიწამის.
ანუ არ უნდა თამაშობდეს სიჩქარის დაგვიანება სიხშირე. ხო, არ შეიძლება რომ ხან 100 მილი წამიღოს, ხან 300, რომელიც გვეთრად აისახება და ეს დაახლოებით 3 თვე ტესტავდით ჯერ ხას მხოლოდ. მერე ბოლო ერთი კვირა ინტენსიურად ტესტავდით უკვე შეერთებულ რობოტებს ერთმანეთთან, ჯერ მძივებს ვაწყობდით და მულიაჟებზე, მერე ცხოველზე და ბოლოს ჩვენ არ გქონდა იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლება და რისკის უფლებაც, იმიტომ რომ პაციენტის სიცოცხლეს ეხება საქმე, გადაზღვეული იყო ეს, რა თქმა უნდა, ტექნიკური კუთხით მოგახსენებთ, რომ მაგთიდან 5G იყო გადაზღვეული ჩინური მხრიდანაც, Starlink-იც მზად იყო და ყველანაირად შეგვეძლო რომ ეს დროზე აღვიდგინა კავშირი, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია თვითონ ქირურგიული გადაზღვევა, ალბათ ბატონი ემზარი უკეთ იტყვის ამაზე, იმიტომ რომ ეს ოპერაცია უნდა დასრულდეს. კავშირი შეიძლება გაწყდეს და პაციენტ ისეთი ქირურგი უნდა არსებობდეს ადგილზე, რომელიც ბოლომდე მიიყვანს ოპერაციას. აი 8 საათნახევარი გაგრძელდა რეალურად საბოლოო ჯამში რის გამო? ალბათ უფრო ეს ანატომიური ტექნიკურად ეს ოპერაცია არის რთულად შესასრულებელი, იმიტომ რომ როგორც ვთქვით ეს ბუნებრივი უკანასკნელი შენარჩუნების თვალსაზრისით ძალიან რთული, ანუ ვიწრო მიდამო არის ძალიან, უბრალოდ რობოტის უპირატესობა სწორედ აქ ამ ვიწრო მიდამოში უპირატესობით გამოიხატება და პრაქტიკულად ამ პაციენტის ერთ-ერთი გზა, რომ შენარჩუნებული იყო ბუნებრივი უკანასკნელი, იყო რობოტული ოპერაცია. იმიტომ რომ რობოტს აქვს იმის საშუალება, რომ ვიწრო სივრცეში იმოძრაო, რაც თქვათ ლაპარასკოპიის შემთხვევაში, ან ღია წესის შემთხვევაში ძალიან შეზღუდული ვართ. ხო, მაგრამ მეორეს აი ეს მოულოდნელობის ფაქტორს დავარქვი, მოდი მე რაც ამ შემთხვევაში ეგ როგორ არის გადაზღვეული? ეგ ყველა შემთხვევაში აქ იყო ქირურგი და ქირურგები, დიახ, რა თქმა უნდა, რომელიც რაღაცა ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ეს ოპერაცია დასრულდებოდა, როგორც უნდა დასრულებულიყო, სხვა შემთხვევაში და ნუ გაგრძელდებოდა თუნდაც რობოტით, ან კიდევ მეორე გადაზღვევა იყო ლაპარასკოპიის შემთხვევაში, თუ თქვათ იყო, ანუ ეს ყველანაირად როგორც ქონდა ინტერნეტ კავშირი დაზღვეული, ჩვენი მხრიდან სამედიცინო თვალსაზრისით მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, ეს არ იყო რომ თქვათ, ეს იყო უბრალოდ რეალურად ეს პირველი ნაბიჯი გადავდგეთ ჩვენ რეგიონში იმის რომ დავიწყეთ ეს იდეა და ეს საქმე რომელიც შემდგომში კიდე მეტად უფრო მეტად აქტიური გახდება, უბრალოდ ეს არ იქნება ისეთი რომ დღეს ასრულდა. ბატონი გიორგი ლოლაძის ცოდნა და ექსპერტიზა მინდა გამოვიყენოთ შემდეგ კითხვაზე პასუხის მისაღებად. მე რა გამოცდილებაც მაქვს და რა ცოდნაც მივიღე, მით უმეტეს როცა თქვენთან შეხვედრისთვის ვემზადებოდი, რობოტული ქირურგიის, მოდი ეს ტელეოპერაციები, ანუ გიორგი ზოგადად, წასით მაინც მოკლე და სწრაფი მანიპულაციებისთვის იყო აქამდე ყოველ შემთხვევაში გამოყენებული, მაგრამ სოფლიო პრაქტიკა რას გვეუბნება ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ჩვენ დავინტერესდით, იმიტომ რომ ჩვენთვის პირველი იყო გვაინტერესებდა თუ სად ვართ. სოფლიოში სად ვიყავით ჩვენი შესრულებული ოპერაციით. არის ამაზე სამეცნიერო სტატიებიც იბეჭდება ყველა შესრულებული ოპერაციაზე. ძირითადად კეთდება ოპერაციები ნაღლის მუშზე. ასევე კეთდება პროსტატექტომიები. ოპერაციის ხანგრძლივობა არის დაწყებული 9 საათიდან 2 საათის ფარგლებში. აი ესეთი კომბინაციით, ესეთი ერთობლიობით დისტანცია, სირთულე და ხანგრძლივობა არ გაკეთებულა მსოფლიოში. მე ვერ ვიპოვე, ყოველ შემთხვევაში დღეს აღწერილი არ არის. არის ცალკეულ შეიძლება უფრო შორ მანძილზე გაკეთებულიც იყო. ამ ხანგრძლივობის საერთოდ არ ყოფილა, ზუსტად შემიძლია ვთქვა. იმიტომ რომ არ კიდევდნენ ხელს ეთყობა ჯერ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, რომ მომავლისთვის რატო დავიწყეთ ეს და რატო გვაინტერესებს. ჯერ ესეთი საქართველოსნაირ ქვეყანას, რომელსაც თქვა ჯერ არა აქვს ისეთი ჯანდაცვა, როგორც არის თქვა ევროპაში და ამერიკაში, გადინება პაციენტის მაინც მაღალია. საკმაოდ მაღალია. და რობოტული ქირურგიის დანერგვა ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ექიმი ვირტუალურად ჩამოუყვანოთ პაციენტს, აქ პაციენტი დარჩეს საქართველოში და მიიღოს მაღალკვალიფიციური დახმარება ისეთი ქირურგისგან, რომელიც მას უნდა. და თulis რომ თავი იმას კონდეს ახლა თავი ხო იმას უნდა კონდეს და იცოდეს რობოტული ქირურგია, რა თქმა უნდა. ეს არ არის იგივე. ეს უნდა
იცოდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ოპერა არ არის აუცილებელი, აი როგორც ბატონი ემზარის შემთხვევაში, რომ მთლიანად მთელი ოპერაცია ტელექირურგიით დამთავრდეს. არსებობს ოპერაციაში ისეთი საკონძო მომენტები, რომ თქვათ, ადგილზე ერთვება მე. ხო, აქაური ქირურგები მიიყვანენ პაციენტს იმ დონეზე, რომ თქვათ, ვიღაც ძალიან გამოცდილ ქირურგს ექნება თქვათ 9 საათიანი ოპერაციულმა როგორ ჩაიარა, ეგეც ძალიან მაინტერესებს. დღეს გაეწერა პაციენტი ამ დილას. პაციენტი გაწერილია აბსოლუტურად. სამთავრობოს გისურვებთ კიდევ ერთხელ და საუკეთესო. ნუ გართულების გარეშე აქ არ იყო განსხვავება, უბრალოდ თავარი ჩვენი აქ მიზანი იყო, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო რაიმე პაციენტისთვის განსხვავება, ჩვენ ამას დისტანციურად ვაკეთებდით თუ ადგილს პაციენტისთვის ეს ამას რა ვითარ მნიშვნელობა, ამიტომ იყოს ეს გადაზღვეული ეს ყველა შემთხვევაში პაციენტის დობა ჰქონდა ინფორმირებული თანხმობაც ოფიციალურად იმდენად დაინტერესებული იყო პაციენტი რომ ბატონ ემზარს ჩაეტარებინა ოპერაცია, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ თქვენ გჯერათ რომ ეს იმუშავებს პაციენტს პრეტენზია არ ქონია ჩინეთიდან ყოფილიყო ბატონი ემზარნადია. კი მე გუშინ ვახსენე კიდე გავიმეორე როდესაც მაგთისთან ხვდებოდით მათ დირექტორებს შევხვდი და იქ დავსვია შეკითხვა რომ აბა როგორ უყურებთ თქვენ თუ გარისკავდით თქვენ იმაზე წასვლას და ყველამ დამთავრდა. ყველა დავთახდა იმდენად ჯეროდათ მათ იმ კავშირის მათ ძირითადი პრობლემა არის ამ კავშირის სტაბილურობა და სიმხარე რომ და მეც გამიხარდა ჩემთვის დიდი სტიმული იყო რომ თვითონ ის ხალხი რომელმაც უზრუნველყო ეს კავშირი რომ ორი აზრი არ არის რომ დავთახდებოდითო ჩვენ სიუჟეტის მომზადეთ უბრალოდ ერთი-ორი კითხვა დამჭა კიდე რომელიც სხვა შორის ზუსტად 5G-ის თემას და მსოფლიო გამოცდილებას ეხება რობოტულ ქირურგიასთან დაკავშირებით მაგრამ მანამდე მინდა კიდევ ესეთი დეტალი ვიკითხო. რა ტიპის ოპერაციების ჩატარება შეიძლება აღნიშნული მეთოდით? ბატონ გიორგი, ბატონ ემზარ, კიდევ დამატებით, თუ ეს უკვე საყველაფრო თემას მიადგა უკვე რობოტული ქირურგიას გულისხმობ 20 წლის განვითარების თავს. ბატონ ემზარ უფრო გვახსენეთ თავს, მაგრამ მოკლედ რობოტული ქირურგია არის თქვათ რაღაცა ცალკე აღებული ქირურგია, ეს არის ლაპაროსკოპიული ქირურგიის შემდგომი ნაბიჯი და შემდგომი ეტაპი. რობოტული ქირურგიით პრაქტიკულად შესაძლებელია ყველა ოპერაციული ჩარევა განხორციელდეს, რაც ხორციელდება ლაპაროსკოპიული ქირურგიით, დაწყებული ეს იქნება თქვათ შემთხვევაში საყლაპავიდან დამთავრებული, თქვათ კუჭი, ღვიძლი, პანკრეასი, სწორი ნაწლავი თუ მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები, ეს არის ჩვეულებრივად განხორციელებული ქირურგია, რომელიც უბრალოდ შემდგომი ერა არის ლაპაროსკოპიის. და ეს არის გაგრძელება ლაპაროსკოპიის. რობოტული ქირურგია დღეს გახდა უფრო მეტად აქტუალური, იმიტომ რომ მეტად კარგი ქირურგია, მეტად დახვეწილი და რობოტულმა ქირურგიამ მეტიც რაღაცები შეცვალა ონკოლოგიაში, რაც ლაპაროსკოპიული ქირურგიამ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა საერთოდ ქირურგიის განვითარებაში, მაგრამ რობოტული ქირურგია ჩემი აზრით უკვე ხვეწავს ლაპაროსკოპიული ქირურგიის რაღაც ნაკლოვანებებს, რომელიც თუნდაც განპირობებული არის ვიზუალური თვალსაზრისით და ასევე ძალიან პრეციზიული ლად შეგიძლია ოპერაციული ჩარეების განხორციელება. მეტად კარგი და დახვეწილი ქირურგია ნერგება რობოტული ქირურგიის სახით, ვიდრე თქვათ ლაპაროსკოპიული ქირურგია. ლაპაროსკოპიული ქირურგიის კიდევ შემდგომი ეტაპია. ანუ ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, რომ ისტორია დაწერილია და ეს ის მნიშვნელოვანი ფურცელია, რაშიც ჩვენ შევიტანეთ ჩვენი წვლილი. გულისხმობა მარდალეიშვილის უზომოდ ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ შემდეგი ეტაპი ხავდა ბატონი ემზარ მივდივართ კიდევ ჩვენი კლინიკა განთქმულია თავისა და კისრის პათოლოგიების კურნალობით და გვინდა დავნერგოთ უკვე თავისა და კისრის არეში რობოტული ქირურგია ბევრ ქალბატონს არ უნდა თქვა ფარისებრი ჯირკვალზე ოპერაციის მერე რომ შრამი კონდეს და ისე შეგვიძლია რომ მოვხდეთ და გავაკეთოთ ოპერაცია ფარისებრი ჯირკვალზე რომ აღარ დაგჭირდეს განაკვეთის გატარება და ალბათ 2-3 თვეში უკვე დაინერგება ჩვენ კლინიკაში ამ კუთხითაც წინ გადადგული ნაბიჯი იქნება. გავალამაზებთ ქალბატონებს. არაკლია თვარა. ორჯერ იყო თქვენგან ჩემისთან დაკავშირებით ჩარევა და მე მასზე რაიმე ნაკვთიან შრამი არ შემიმჩნევია და რას დახვეწთ კიდე არ ვიცი. ბატონ გიორგი, მადლობა მობრძანებისთვის. გიორგი ლოლაძე, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ემზარ ნადირაძე, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი. მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის. მოკითხვები მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდს პირადი მოკითხვები ჩემგან ბატონ კოტე მარდალეიშვილს პატივისცემით და სიყვარულით. მადლობა ყველაფრის.